ვიღაცებს ეგონათ რომ რეპერტუარის პოდკასტი YouTube სივრცეში არ დაბრუნდებოდა, თუმცა ვიღაცებისთვის ძალიან ცუდი ამბავი მაქვს, იმიტომ რომ ზეციური ძალებით, ღვთისნებით, უფლის სიყვარულით, მამა ნიკოლოზის კურთხევით და ასე შემდეგ სხვადასხვა ძალებით დაბრუნდა ნამდვილად. მე ისევ მიმინოშვილი ისევ შეგიწუხებთ ტვინის ნეირონებს, ისეთივე სიყვარულით, ისეთივე მიდგომით, ისეთივე ექშენით, ისეთივე და დღეს არანაირი ახსნით თუ რატო მოხდა ამ ხელა პაუზა, პირდაპირ დაუბრუნდებით ახალ თემას, რომელიც იქნება სქემერებთან დაკავშირებით. ხო, მაგრამ სქემერები, ანუ ინდოელი კოლ-ცენტრები. კიდევ ერთი დღევანდელი შეცდომა. პირველი იყო ამ ჩენელის comeback-ის სიუარე. ეხლა კი უბრალოდ მინდა ვისაუბრო არტისტებზე, რომლებიც სქემებს იყენებენ თავიანთ მუსიკაში, რომ განსხვავებული გახადონ მათი ტრეკები. ეს შეიძლება იყოს რაღაც კონკრეტული ასოს უფრო ხშირად გამოყენება, რაღაც არ ვიცი, სქემა არ ვიცი, როგორ თუ არ ვიცი, მე ხომ ვიდეოს ვწერ ამაზე, როგორ შეიძლება არ ვიცი იყოს პასუხი. სულ რაღაც 7 წამში წარმოგიდგენთ რამდენიმე რეპერს, რომელიც განსაკუთრებულ სქემებს იყენებს თავიანთი ტრეკების, ესე ვთქვათ, მასობრიობიდან გამოსაყოფად, რომ სხვისთვის მაგალითი იყოს. მე მგონი 7 წამზე მეტი გავიდა და მოდი დავიწყოთ საუბარი თვითონ სქემერებზე. ყველაზე მარტივი მაგალითი, რაც სქემასთან დაკავშირებით შეიძლება მოვიყვანო, არის, როდესაც რეპერები ცდილობენ, რომ რეპი დააკავშირონ სიყვარულს ან, არ ვიცი, დედამისის ისტორიას რო წააგავს და სინამდვილეში რო ბოლოს ეს ჰიპ-ჰოპი აღმოჩნდება, ან მათი პირველი შეყვარებული ან ვიღაც უბნის გოგო, რომელთანაც ურთიერთობა ჰქონდათ და ვაიმე ბოლოს ეს ხომ ამ გოგოს ჰიპ-ჰოპი ერქვა. ამის ნათელი მაგალითებია Common's I used to love her, Mos Def's Love, Mercy's Love and Appreciate 2, ანუ მეორე რა გწით ბაბული იქნებოდა მეორე, ანუ second part 2 რა. Lupe Fiasco's And He Gets the Girl, Tech Nine's The Curse, ყველაზე მნიშვნელოვანი MF Doom's The Mic, Feel the magnetism between us. ხო, ისეთ ჩემი სიმღერის გაგრძელება გსურთ, შეგიძლიათ რაღაც თანხები გადარიცხოთ და შემდეგ სრულ ვერსიებს ჩაგიგდებთ. ასევე გვხვდება ვარიაციები, სადაც რეპერები ცდილობენ იარაღის point of view-დან, ანუ POV-დან, ანუ POV მხოლოდ ის არ არის ინკოგნიტოში რო გადადიხარ და შემდეგ რო წერ. POV არის point of view და მაგალითისთვის შეგვიძლია მოვიყვანოთ Nas-ის I Gave You Power, ხო ეგრე ქვია. და Pheromone-ის ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ტრეკი Damage, სადაც საუბრობს პირდაპირ მის სამღერში ახსენებს რომ Bullets point of view და როგორ ტენება ტყვია და ტყვის გადასახედიდან როგორ ხდება სხვა ვიღაცას რომ უმიზნებენ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. საინტერესო ფაქტი ის არის რომ Pharaohs თუ სწორად მახსოვს ძველი organized confusion-ის დღეებშიც კი ქონდა მსგავსი რაღაც გაკეთებული, ანუ იმასაც ვერ ვიტყვით, რომ Nas-ისგან აიღო ინსპირაცია, შეიძლება ითქვას, რომ Nas-მა აიღო Pharaohs-გან ინსპირაცია. ვინც ის. ასევე გვაქვს შედარებით უფრო ქორნი ვარიაციები, როგორც არის მაგალითად Papoose-ის Alphabetical Slaughter, მე მგონი ეგრე ქვია, სადაც ტიპი უბრალოდ მიყვება რაღაც არასდროს არ თქვა რაღაც ეგეთები რა, რომ A, B, C, D და ანუ ბოლოს იმდენად მოსაბეზრებელი ხდება, რომ მგონია რომ random სიტყვებს ყრის რო ოღონ აი გთხოვ რაღაც გაირითმოს და გთხოვ რაღაც ამ სიტყვას ამ ასოზე იწყებოდეს სიტყვა, ეგეთი სიტუაციაა და შესაბამისად პაპუსით ცოტათი უფრო კრინჯული ვარიაცია მგონია. დღეს ამ სტილის სქემერებზე არ გვექნება საუბარი. შეიძლება ვერც უწოდოთ იმას სქემერები, შეიძლება უწოდოთ სქემერები, არც სამწუხაროდ მეგობრებო Immortal Technique-ის Dance with the Devil არ არის სქემა. ეგ არის უბრალოდ რაღაც საინტერესო ისტორია, ბოლოში plot twist-ით. ხო, მაგრამ ის ხომ საუკეთესო ტრეკია, მან ჩემი ცხოვრება შეცვალა, bro, ანუ, კაი რა, შენი ცხოვრება შეცვალა, კაცო. გეთრიაკეთ. პირველი დავიწყებ შედარებით უფრო მარტივი ვარიაციით და ეს იქნება Lil Wayne-ის მაგალითი, სადაც Benny the Butcher-ის ტრეკზე, Big Dog-ში, თავისი ვერსით გვანახებს თუ როგორ შეიძლება გამოიყენო dog, ანუ ძაღლის სახელი, როგორც სხვადასხვა ვარიაციების სქემად. და არა მხოლოდ dog, არამედ თვითონ ძაღლის ჯიშის ან ძაღლის სახს, ნუ ცოტა ხანში მიხვდებით. ვეცდები რომ სადღაც აქეთ ჯობია თუ აქეთ jobs. აქეთ ჯობია თუ აქეთ jobs. აჰა, ესე იგი აქეთ რადგანაც jobs, ესე იგი
მოუბრუნდეთ მეგობრებო. ხო, მოკლედ ვეცდები რომ ტექსტი აქ გამოვაჩინო და მე ტექსტის ზეპირად არ ვიცი შესაბამისად წაგიკითხავთ. New Orleans to Buffalo, big dog, Siberian husky flow. I've been a big dog. I've been a big dog since a puppy though. My kennel is a bungalow. You can walk the dog, I still run this hoe, run from me. Cause they be barking turn to hush puppies. Fuck money, I throw the bread out like I'm duck hunting. და ბოლოში აგრძელებს მე რომ აი შუაში რაღაც ნაწილს ამოვიღებ და ბოლოში აგრძელებს your female dog suck my cocky spaniel. That's a dog hoe. I smack the dog shit out your dog though. For the doggy bag I send your ass for where all the dogs go. უმარტივესი მაგალითი თუ როგორ შეგიძლია გახდეს სკემერი. ინდოელად გახდომ მის პარტის ამოგდებით. და მოდი რას გვეუბნება ახლა განვიხილოთ ჩვენი ლილ წაყნე. მე მგონი ისევ გავიწიოს ჯობს. კი ბატონო. Big dog Siberian husky flow. ანუ cold flows როცა ეძახიან რა, Siberian husky, ანუ ციმბირული husky, cold flow easy ძალიან. I've been a big dog since a puppy though. ანუ მე დიდი ძაღლი ვარ, მე დიდი ტიპი ვარ ამ ინდუსტრიაში, მას შემდეგ რაც პატარა ლეკვი ვიყავიო. My kennel is a bungalow. ანუ ჩემი ძაღლის სახლი ბუნგალოა. კიდევ ერთხელ ხას უსვამს იმას, რომ დიდია. მიუხედავად იმისა, რომ Lil Wayne ალბათ მეტრად და 50-ია. ასევე Hush Puppy არის რეპერი, რომელიც Lil Wayne-ზე რაღაცებს ბაზრობდა და ანუ ტიპებიო, რომლებიც ყებთნენო Hush Puppy-ით გადაიქცნენ და Hush Puppy არის აი ეს პატარა მინი ძაღლების ხელში რო შეგიძლია დაიჭირო და ნაგვის ურნაში გადააგდო. ძაღლებს არ ვაგდებთ ნაგვის ურნაში, ხოლოდ Hush Puppy-ებს. კიდევ ერთი საინტერესო ლაინი, fuck money, I throw the bread out like I'm duck hunting. ფულიც სირზე მკიდიაო რა, ისევ ყრი პურს, ანუ bread ხო ფულის მნიშვნელობა getting that bread, ანუ კაროჩ პურს ისევ ყრი თითქოს იხვებზე ნადირობდეო და იხვებზე ნადირობაც ხო ძაღლთან დაკავშირებულია პურის გადაგდება და იხვების ნადირობა. კი ბატონო და იქამდე fuck money, ანუ ფულიც აღარ მაქვს. Bro, და სულ ბოლოშიც ბარემ იმისიც მივაყოლოთ, რომ for the doggy bag I send your ass where all the dogs go. ანუ იმ doggy bag-ის გამო, doggy bag არის brown paper bag-ი, რა ძირითადად ფული მიქონდათ ხოლმე gang member-ებს ან drug dealer-ებს ფული მიქონდათ მაგ რაღაც იმ ესე McDonald's-ის fries და burgers რო გაძლევენ. და გავაგზავნიო შენ ტრაკს, სადაც ყველა ძაღლები მიდის, ანუ იმ doggy bag-ის გამო შენ თავს სამოთხეში გაუშვებო, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს იყო Lil Wayne და სკემერების შემდეგი ვარიაციის დემონსტრირებისთვის გადავიდეთ ტრეჩზე, Naughty by Nature-ის წევრი და ამ ტრეკს ქვია Yoke the Joker, სადაც ტრეჩი იყენებს S-ს, ანუ S-იდან დაწყებული სიტყვებით არის დაალაგებული მთელი ტექსტი პატარა ცდომილებების გათვალისწინებით. რავი, ეს ეპირადაც ვიცი, მაგრამ მოდი მაინც გადავიკითხავ. სხვათა შორის ეს ტრეკი Eminem-ის ერთ-ერთი ფავორიტი ტრეკია, იმიტომ რომ როდესაც ტრეჩს უსმენდიო Yoke the Joker-ზე 6 თვე მგონი მუსიკის კეთება მივატოვეო, როდესაც გავიგერ ისი გაკეთება შეეძლო ტიპს რა წერით. Soul simulated sounds from the stocky, semi-social, never seem sloppy, see silly slapping suckers, sorry slaps and slouches, strap slams in style, smacking a man's the savage, Lissy so songs and some shots, so snatch 7 sample stars slowly go so low, set the cassette stereo sounds different, strip the Sagittarius, the marriage is a system, yoke the Joker 3 times over and over, go with the flow when I'm about to yoke the Joker. Don. კიდევ ერთი უმარტივესი ვარიანტი, რომელსაც ანუ ეს თუ უმარტივესი რატო არ აკეთებენ ხო სხვა რეპერები. ესე იგი არ არის უმარტივესი, მაგრამ სკემერებს შორის ერთ-ერთი მარტივი ვარიაციაა. თუმცა იმ ერთი ფაქტორის გამოც კი დასაფასებელია, რომ ეს ყველაფერი ხდება 1991 წელს. ანუ შეგვიძლია ისიც ვთქვათ, რომ ტრეჩი ერთ-ერთი პიონერი არის სკემერების. ანუ ის კოლ-ცენტრები შენ უბანში როა გახსნილი და შენ მეგობრები რო $10,000 შეულობენ ტრეჩის დამსახურებაა. კუკ. ალბათ ეს მესამე რეპერია, რომელიც კარზე მოგვადგა და მისი სკემერობის კონსტრუქციული დემონსტრაციით ვეცდები, რომ აგიხსნათ რამდენად მნიშვნელოვანი არის, როდესაც შეგიძლია შენი სიტყვათა მარაგი ტექსტის წერაში გამოიყენო. ეს ადამიანი არის მიკ ჯენკისი, ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი
ბებერიკო და ჩუაკა და მიკი ამ ტრეკში იყენებს პეასოზე დაწყებულ და ქიუასოზე დაწყებულ სიტყვების კორიანტელს, რომ მოყვეს რაღაც ისტორია. პაპუსისგან განსხვავებით უბრალოდ არაბი არ ახდა ახლა ახმახ კაროჩე ანუ ეგეთი არა რა. ამ მთელი ტექსტის წაკითხვა ჩემი აზრით სწორი არ იქნება. შესაბამისად, მოდი ჩემ საყვარელ მომენტებს წავიკითხავ. With perfect pitch I'm singing free my polished and purposeful, he's producing pristine pitches, pay me, give me plenty, the trees beget keys, there's paper so hold the pennies, I'm pressed, and like pests, I'm in every nook and cranny, your pantry, with some patience and your pain is, I got patience is prevalent in my previous plannings, dude, I know, კიდევ ერთ საინტერესო ნაწილი, სადაც მიკი აგრძელებს, they're not even in my peripheral. Pray I keep it proper cause they play so political, the petty is so pitiful. Guess Peter Pettigrew, I'm off the higher pedigree, I'm peddling this penmanship, appreciate the pleasantries. Boy, it's quiet for you. ეს იყო მიკ ჯენკინსი, მეგობრებო, მიკ ჯენკინს არ უცდია, რომ ყველა სიტყვა დაწყებულიყო P-დან და ყველა სიტყვა დაწყებულიყო Q-დან. მეტიც შეიძლებოდა უფრო მეტი Q-ს სიტყვის გამოყენება. თუმცა ვინღა ფიქრობს მაგაზე, ეს ერთ-ერთი საუკეთესო ტრეკი არის მისი მუსიკალური გარდერობიდან და შემდეგი რეპერი, რომელზეც უნდა ვისაუბროთ, მიკ ჯენკინსზე ბევრად უფრო მაღალ ლეველზეა, ეს არის ტოქსი. და შეგიძლიათ დასერჩოთ მისი ტრეკი ტოხი, თოხი რუსულად. Это я тохи, и это мой друг Шако. Я родился в городе Тбилиси, люблю страну, вирус, но я побегу из полиции старшим вещим, стану стили ход рэпе. Ругайся, ხუჩიდან მესმის, ნაბზრული ბაზრები, შაკი, ცილსრაკი, რატომ მაგდა ჩვენთან ომი, ჩვენ აქ ვერ ვეტევით, უბრალოდ ხუჩის რეპერებს. Yo, ეს მე ვარ ტოქსი და ჩვენი ძმები მაგრად ვართ. Yon მაკა იდის yo, ჩემ თავს რო ვაცენზურებ ტოქსის ტრეკზე კიდე უფრო ტრეში რა შეიძლება იყოს ამის. ეს იყო მეგობრებო მიკ ჯენკინსი და მიკის შემდეგ აუცილებლად უნდა გადავხდეთ პირდაპირ ფერდაფერ რეპერზე, რომელსაც ვიცნობთ როგორც ელზაი. ელზაის Pros and Cons არის ეგეთი ტრეკი მისი ალბომიდან Zeitgeist-ი, რომელიც გასაოცარი ალბომია, შეგიძლიათ ცალკე მაგასაც მოусმინოთ Georgia and Mudro's ვოკალური შესრულებით და საოცარი ინსტრუმენტალებით, რომლებიც კიდევ უფრო საოცარი ხდება, როდესაც ელზაი ამ ტრეკს იღებს და უბრალოდ იღლის ქვეშ ატარებს დაახლოებით 1 თვის განმავლობაში და ტექსტი თავისით იწერება მე. მოკლედ, რას აკეთებს ელზაი? ელზაი იყენებს სიტყვებს, რომელიც იწყება პროდან და ასევე კონიდან. რატომ არის ეს განსხვავებული და რატომ არის უფრო ძნელი? ლოგიკურია, იმიტომ რომ S-დან მაგალითად უფრო მეტი სიტყვა იწყება და P-დან და Q-დან, ვიდრე მაგალითად პრო-დან დაწყებული უკვე სიტყვა. ვიცი რაზეც ფიქრობ. და კონზეც დაწყებული სიტყვები ბევრად უფრო ნაკლებია, ვიდრე მაგალითად პირველი 100-დან და მერე მიალაგო სიტყვა. სწორედ ამიტომ მოდი ჩემს საყვარელ ნაწილს შემოგთავაზებთ ამ ტრეკიდან, იმიტომ რომ ამ ყველაფრის წაკითხვას არ მგონია დიდი აზრი როგორ აქვს, უბრალოდ დროს წაიღებს. ელზაის ამ ტექსტის წაკითხვა ჭკუიდან შეშლის ერთ-ერთი იდეალური გზა არის. ამიტომ ვეცდები აი პროები აქეთ ამოვყარო, ან უბრალოდ პროები იქნება აქეთ და კონზი იქნება აქეთ და ვეცდები რომ ნელა მაინც წავიკითხო აი ეს მომენტი. I know some promoted propensity for violence that propel into projectiles causing moments of silence for something blown out of proportion like propane. Do you provide a prescription promethazine to proliferate your provolone or is it cocaine? Don't want to see you catch a charge like a proton and get probation from a hustle that's profane. და ანუ კონსზე როდესაც გადადის ტიპი, ის არ ყოფნის რომ კონიდან იწყება სიტყვები, internal rhyming-ებიც კი აქვს. I'll handle that like Constantine. I'll make a concave out of the condominium. I'm conquering harder than a conquistador in a conquest before the convoy seizes war. That was nasty. There's no contraceptives contracting diseases or constipated feces sure. And convoy seizes war, contracting diseases or constipated feces sure. ხო შეიძლება რომ უბრალოდ conway the machine, conveyor machine მე ვარ რაღაც ხე დამწვარი ტყეში და დამთავრებული იყო ყველაფერი. არა, მას უნდა რომ internal rhyming-იც ყოლოდა ტექსტში. ეს იყო მეგობრებო ჩვენი ამხანაგი, ჩვენი ასტარონი ბიჭი სიმონ ელზაი უბანში აღარ გამოდის უკვე წამალზე შეჯდა და всё გედეიკარგა ბაღანა სიმონ წევიდა ხელი. ესეც ტყუილი იყო ელზაი წამალზე არზის მეგობრებო.
მაგრამ ბრანაკეშია სიმონ. და საბოლოოდ მივადგეთ მასტერ აბად მყოფს, როგორ შეიძლება ჩაევლო ამ ეპიზოდს ამ ადამიანის ხსენების გარეშე. ეს არის Marshall Mathers-ი, ანუ Eminem-ი, არა. სინამდვილეში ეს ადამიანი არის MF Doom-ი. Doom-ი, რასაც აკეთებს, ეგ არის თითქოს ამათი სხვა level-ზე ყოფნა, კიდე უფრო სხვა level-ზე და როგორღაც ეს ყველაფერი დამასკული, დამასკოს დანები არა. ეს ყველაფერი დამასკული უფრო სხვა შინაარსით ვიდრე შენ რასაც კითხულობის. ყველაფერს მარტივად აგიხსნით. Doom-ის ტრეკს ქვია Cookies და Cookies ქვია გამომდინარე იქიდან რომ ტკბილეულობების სახელებს იყენებს ტექსტის წერისას. ძირთად ბოლოში ზოგჯერ შიგნით, ზოგჯერ ქალის ორგანოს აღსაღწერად, ზოგჯერ კაცის ორგანოს აღსაღწერად. იმდენად ბევრი ვარიაცია არის თვითონ ამ სნექების და კუკიების სახელების, რომ თავიდან უბრალოდ გონია ერთ-ერთი Doom-ის ტრეკი, თან Food ალბომში არის. აი დასაწყისიც კი Doom-ისებრია. ანუ ვიღაცას ხო შეიძლება ითქვა, რომ One lonely evening alone home რაღაცნაირად გაერება რა, ტიპი პროსტა მოდის და One lonely evening alone home Captain Syndrome. პროსტა ლაპარაკობს რა შემოვარდა და მე რიწყებს ეგრევე 1 2 3 4 5 მარცვლიან რითმას. Known for giving heavy backaches, known for giving heavy backaches და living off of Little Debbie snack cakes, known for giving heavy backaches, living off of Little Debbie snack cakes, Little Debbie snack cakes ერთ-ერთი ტკბილეული სახელია. Supposed to be checking emails, all I got is messages from ass-naked females. ესეც ხო შეიძლება პირდაპირ მიიღო. თუმცა აქაც უკვე სქემა იწყება იმითი, რომ თუ იქამდე თქვა giving heavy backaches, ანუ ინტერკორსი, აქ უკვე გრძელდება იმით, რომ იმეილებს უნდა ამოწმებდე, თუმცა მხოლოდ ხედავ ფოტოებს შიშველი ქალების. I don't know Jenny, she said it's free and I won't owe her a penny. და ეს არის ზუსტად ის თემა, ინტერნეტში რო შედიხარ და რეკლამა რო გივარდება 40 წლის მარტო ხელა ქალბატონი 5 კილომეტრში შენგან და მე კრევანი საჭერდა ვსიო ვეღარ ნახა უკვე მაგ რეკლამას და ზუსტად ეგ აქვს აღწერილი Doom-საც რომ thousands of more horrors on online Gomorrah. კიდევ უფრო მე ანუ 1000-ობით კიდე მეტი ჰორორი online Gomorrah-ში ანუ სოდომი და გომორა and I got better pitch sales than a Girl Scouts. Girl Scout cookies კიდევ ერთი cookies სახელია და აქაც იმაზე ბაზრობს რომ ეს გოგოები რომელსაც ყველაფერი ამოღებული აქვს უფრო კარგი sales pitch-ები აქვთ ვიდრე Girl Scout-ებს რომლებიც ცნობილები არიან sales pitch-ებით რომ მოკიდონ თავიანთი პეჩენიები. Okay honey sweet dreams now it's time to get serious like pig friends a metal handful squish it on a quilt Mrs. wakes up and I'm killed over spilled milk. ტვინის ტკივილი არის ამ კაცის ანუ მთელი ვიდეო ეხლა გამოვა უბრალოდ Doom-ის ტექსტის ახსნა. Okay honey sweet dreams ანუ კარგად საყვარელო და თვითონ გადაბრუნა და დაიძინოს მაგრამ now it's time to get serious like pig friends. ანუ короче a metal handful wipe it on a quilt ანუ მეტალის ხელი ხო აქვს Doom-ს იდეაში handful სავსე ხო და მოკლედ ეგ ხელის გული სავსე მაქვსო გამომდინარე რაც მოყვება ამ ყველაფერს და მივაწმინდეო საბანს თუ რაც გადასაფარებელი Mrs. wakes up and I'm killed over spilled milk. ანუ მიყვირისო დაღვრილი რძის გამო და killed over spilled milk. ანუ ცალკე გამოთქმა კიდე თუმცა ანუ milk კიდე კუქიებთან უკავშირშია, იმიტომ რომ რძეში აწוב ამ კუქიებს და ნუ სისულელე იქნება ალბათ ეხლა მე რომ 5 და 10 წუთი დავხარჯო ამ ტექსტის მთლიანად ახსნაში. უბრალოდ რეფერენსებს ვიტყვი One-Eyed Jack, რაც მამაკაცის პენის აღნიშნავს. კიდევ სხვა ფლეივორები, რომელსაც ახსენებს chocolate, vanilla, strawberry wafers, ანუ chocolate ჩავკანიანია, vanilla თეთრკანიანი ქალბატონი და strawberry wafers ალბათ არ ვიცი აზია, არ ვიცი ღმერთმა უწყის. აქვე აგრძელებს ტექსტს, რომელიც ხდება ციხის საკანში, რომ წარმოიდგენს მისი საყვარელი ქალის სურათს თავში და იწყებს რა თქმა უნდა მასტურბირებას. Короче, მთელი ტრეკი გონია რომ რეალურად არის ამ კუქიების რეფერენსები და რაღაც ტკბილეულობების სახელები და სინამდვილეში ტიპის მთელი იდეა ამ ტრეკის ის არის რომ პორნოგრაფიაზე და მასტურბაციაზე დამოკიდებულია.
ანუ ამ addiction-ზე მიდის ბაზარი, მიუხედავად იმისა, რომ ამ ტრეკს ამდენჯერაც არ უნდა მოусმინო, შეიძლება ვერასდროს ვერ მიხვდე, რომ ამაზე ბაზრობს, იმიტომ რომ სულ სხვა რეფერენსებით ჩითავს ტიპი არა და მთელი შინაარსი ამ ტრეკის უბრალოდ porn addiction-ია. აი არ შემიძლია ესეც რომ არ მეთქვა a workaholic with a fountain in an ink pen. ყველა რეფერენსი არის სტრანად ახსნილი ის ფაქტი, რომ დუმი იმენა გუნინგის მასტერი იყო რა, როგორც ჩანს. თუ რა თქმა უნდა არ იტყუება ამ ტრეკებში. რას ვიზამთ გვაჯაჯიებო, დღევანდელი ეპიზოდი მარტივად უნდა დავასრულოთ, იმიტომ რომ დუმის ახსნაზე თუ წავედი, ძალიან დიდხნიანი გახდება და არასამართლებრივი იქნება იმ რეპერების მიმართ, რომლებზეც ცოტა ხნის წინ ვისაუბრე, იმიტომ რომ რაღაც მარტივად შემოვიფარგლე და დუმი ყოველთვის რომ რაღაც გრანდიოზული არ იყოს, მიუხედავად იმისა, რომ არის, აქ შევწყვიტოთ ეპიზოდი. ამავდროულად მინდა რომ ყველას მადლობა გითხრათ, რომლებიც მწერდით, მახსენებდით, ნახულობდით და მეუბნებოდით, რომ სადა ვიო რეპერტუარიო. არ ვიცი რამდენად ხშირად გაგრძელდება, თუმცა რამდენჯერაც კარგ ხასიათზე ვიქნები და რამდენჯერაც დრო მექნება, სკრიპტები წინასწარ დაწერილი მაქვს, უბრალოდ დაჯდომა, კამერის ჩართვა და ლაპარაკი და მე დარენდერება უნდა რა. ეს გადაცემას დასასრულს მივახლოვდა გვაჯაჯიებო და ჩანგურიებო და ფუჩეჩიებო და მინდა გადაუხადო პირადი მადლობა გოგი პედაგოგი 8838 რომელმაც დიელოს 1975 წლის ტრეკზე მიაგნო ჩემ კომენტარს და ამ კომენტარზე მომწერა რომ რეპერტუარი დააბრუნეო გთხოვ. ზოგჯერ უბრალოდ რაღაც პატარა მინიშნებებით საკმარისია იმისთვის რომ შენი ცხოვრების გადამწყვეტი რაღაც ნაბიჯი გადადგა. ეგა, PC ვქნათ ერთმანეთთან. წევეი და